საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნინო, მოგესალმები. პირველი კითხვა, გამარჯობა. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ, მოდი დავიწყოთ ივანიშვილით და სანქციების საკითხით და იმ სურათით, რომელიც ახლა არის იმ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ რაღაც საპასუხო განცხადებების მიმოხილვა და მთავარი დასკვნები რა არის აი ამ პროცესიდან. იმუშავა თუ არა სანქციებმა და რეალურად თავად ოცნებას უწევს თუ არა უარყოფა იმის, რომ სანქციების ეფექტი რეალურად არ ჩანდა, ხომ? აი თქვენ რა დაინახეთ იმ განმარტებებში, რომელიც გავრცელდა საჯაროდ? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ, აი ამ ორდღიანი მიმოწერიდან შეგვიძლია რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ. პრინციპში აქამდეც საკმაოდ ნათელი იყო ივანიშვილის პოზიციები საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აი ამ მისი პერსონალური წერილიდან განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ის, რომ მას საქართველოს მთლიანად ჭირდება ვაჭრობის საგნად, ვაჭრობის ობიექტად. მან დააპრივატა საქართველოს როგორც ქვეყანა იმისთვის, რომ მან საქართველოთი ივაჭროს საკუთარი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ. ეს მას არასდროს დაუმალავს, მაგრამ ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ახლა აი ამ მიმართვის ფორმაში, სადაც მან თქვა, რომ მისი პრიორიტეტი არის მისი ბიზნეს ინტერესი, მისი პერსონალური ინტერესი და ის მზად არის საქართველოს თემაზე ისაუბროს ვაშინგტონთან, თუ მისი პირადი ინტერესები იქნება დაკმაყოფილებული და თუ ეს არ იქნება, თუ მისი პირადი ინტერესები არ იდგება დღის წესრიგში და პირად ინტერესებში აქ მოიაზრება მისი პერსონალური, ფინანსური საკითხები, მაშინ მას საქართველოს საუბრის ინტერესი არ აქვს ვაშინგტონთან. ეს არის, რაც მან პირდაპირ ძალიან ნათლად და მკაფიოდ თქვა და ასევე ამ წერილიდან გამოჩნდა ის, რომ ყველაზე მეტად მას საბოლოო ჯამში ტკივა ის, რაც ეხება მის ფინანსებს და მის ფულს და ფინანსურ მდგომარეობას. მან სანქციებად მონათლა არა რეალური სანქციები, არამედ ჯერ კიდევ ის ეტაპი, რომელიც საერთოდ არ იყო სახელმწიფოებრივი დონის, არამედ მისი კერძო დავის ნაწილი იყო კონკრეტულ ფინანსურ ორგანიზაციასთან, მაგრამ მან იფიქრა, რომ საქართველოთი ივაჭრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისთვის, რომ საკუთარი პერსონალური დავა წარმატებით წარემართა და შემდგომ ეს თვითონ რაც თulis მისი კუთვნილი თანხა მიეღო და ანუ სუფთაფურცელი ნინო, რომელსაც მუდმივად ახსენებს კობახიძე, ეს არის, ანუ სუფთაფურცლით დაწყებაში შეიძლება ეს ვიგულისხმოთ, ანუ თუ ივანიშვილი კუთვნილ თანხებს სრულად მიიღებს ამერიკის თანამონაწილეობით, ხო, ასე გამოდის, ანუ ამას ითხოვს ის, ანუ მას ასეთ წარმოდგენა აქვს, რომ ამერიკელებს შეუძლია ჩაერიონ ამ საკითხში და მან სრულად მიიღოს მისი თანხა, ხო? ეს ზუსტად ამას ითხოვს. ან ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, ეს სიტყვათა წყობა თავისთავად ბევრის მთქმელია და რუსი ოლიგარქის ტვინში ზუსტად ასე წარმოჩინდება ურთიერთობების წარმართვა. კერძოდ ის, რომ მას მის პერსონალურ დავაში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დონეზე ჩაერეოდა და მიეხმარებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მათ საქართველოსთან მიმართებით საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. ზუსტად ამისთვის უნდოდა, ზუსტად ასეთი სქემებისთვის უნდა მას საქართველოს აქვს პრივატიზებული ეს ქვეყანა და უნდა რომ საქართველოთი ივაჭროს, რათა შეინარჩუნოს თავისი სტატუსი, ძალაუფლება და რაც თავარია თავისი ფინანსური მდგომარეობა. ამავდროულად ამ მისი მიმოწერიდან ასევე გამოჩნდა ის, რომ მას განსაკუთრებით აწუხებს სანქციების საკითხი, აწუხებს მიმდინარე ეს დავალიანება, რომელსაც ის ვერ იღებს და ასევე აწუხებს მოსალოდნელი სანქციები, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს მასთან მიმართებით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ერთადერთი რაც მას აინტერესებს არის მისი ფინანსური კეთილდღეობა და შესაძლებლობის შენარჩუნება, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და შეინარჩუნოს ეს ფინანსური ძალაუფლება, რომლისკენაც ის მიილტვის. საქართველოს მის კონტექსტში, ამ კონტექსტში საერთოდ არ ფიგურირებს მის ინტერესში, საქართველოს საერთოდ არ დგას დღის წესრიგში და ის პირდაპირ ეუბნება დასავლეთს, რომ თუ თქვენ საქართველოზე გინდათ რომ ისაუბროთ, მაშინ მესაუბრეთ მე ჯერ იმაზე, რაც მე მაინტერესებს და თუ ეს არ არის პრიორიტეტი, მაშინ ესაუბრეთ აგერ ჩემი ხელის ბიჭებით სავსეა ეს ქვეყანა და იმათ ესაუბრეთ და იმათ ელაპარაკეთ. საბედნიეროდ ამ მიმოწერიდან ასევე გამოიკვეთა ის, რომ არავინ არ განიხილავს საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად ივანიშვილის ხელის ბიჭებს და მათთან საქართველოზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე საუბარს არავინ არ აპირებს და ასევე როგორც ჩანს, არავინ იმ დათმობაზე წასვლას არ აპირებს,
რასაც ქვია კი, ამაზე გითხავთ აუცილებლად. ნინო, აი სანქციებთან დაკავშირებით ივანიშვილის შიში და წუხილი საიდან შეიძლება გამოდიოდეს? ეხლა ჩვენ სხვა შორის გასულ წელს გავრცელებული ინფორმაცია იყო, შეიძლება განახვდა კიდეც, რომ ცნობილია, რომ ივანიშვილი ქონების ყველაზე დიდ ნაწილს ინახავს ნაღდი ფულის სახით, ხო? მაგრამ ის არის იმგვარი ბიზნესების მფლობელიც ამავდროულად სხვადასხვა მიმართულების, საიდანაც შემოსული თანხები მუდმივად ბრუნვაშია, ხო? და ეს სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ბიზნესები არის, ამიტომ ბიზნესმენებს გაჩერება არ ჩვევიათ როგორც წესი, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული სანქციები მისთვის ამ თვალსაზრისით საფრთხის შემცველია, ამ შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ ივანიშვილს არ ადარდებს სანქციები, ამის ნიველირება მოხდა, თუნდაც გუშინდელი რამდენიმე განმარტებით, რომ სამწუხაროა, რომ ტრამპმა ძველი ადმინისტრაციების სანქციები არ მოხსნა. აი აქ გამოვლინდა სწორედ მისი მთავარი წუთი. ეს მანამდეც არაერთხელ გამოჩნდა, თავად ფაქტი, რომ მათ პრაქტიკულად ყველა გზას მიმართეს იმისთვის, რომ ვაშინგტონთან კომუნიკაცია შემდგარიყო, მიანიშნებდა იმაზე, რომ ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ სწორედ თავიანთი ფინანსური კეთილდღეობა და ის სანქციების მძიმე შედეგი, რომელსაც ის გამოიღებს ივანიშვილზე პერსონალურად და მის გარემოცვაზე. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა მთელი ამ გასული თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფოებრივი რესურსი და ძალისხმევა მიმართეს იმისკენ, რომ რაღაცნაირად ეს სანქციების რეჟიმი შერბილდეს. ამიტომ სრულიად ფუჭი სიტყვები იყო, როდესაც ამბობდნენ, რომ ეს სანქციები არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ამ წერილმა მთლიანად ფარდა ახადა მათ რეალურ განწყობას და რაც თავარია ივანიშვილის პერსონალურ დამოკიდებულებას სანქციების მიმართ. უბრალოდ აქამდე ეს იმდენად არ იკვეთებოდა, რამდენადაც თუ ვთქვათ ეს დიალოგი იმთავითვე ჩანდა, რომ არ შედგა დიდ ბრიტანეთთან, არ შედგა ვთქვათ საფრანგეთსა თუ გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა გამსაზღვრელ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს დისკუსია სხვაგვარად წარიმართებოდა და ამიტომ შესაბამისად მათზეც აისახებოდა ამ სანქციების პოლიტიკაც გადახედვას დაექვემდებარებოდა. ახლა ნახეს, რომ მიუხედავად ძალისხმევისა, არათუ სანქციები გადახედვას არ დაექვემდებარა, არამედ კიდევ უფრო მკაცრდება და როგორც ჩანს, ის გზავნილები, რომლის მიღებასაც რომელსაც ივანიშვილი მიიღებდა ვაშინგტონიდან, სულ არ იქნებოდა ამ სანქციების შემარბილებელი გზავნილი, არამედ პირიქით და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შეხვედრა არ შედგა და განაპირობა ის იმ წერილი შინაარსი, რომელიც მერე მან ჩვენ გვამცნო. ან ყველაფერი ტრიალებს მხოლოდ ივანიშვილის ფულის გარშემო. ნინო, კობახიძის გზავნილებზეც მინდა კითხო, რომელიც მას ჰქონდა უნგრეთში, ნახეთ იქ ხო ევროპასთან დაკავშირებით რა ითქვა, რაღაც როლ მოდელად უნგრეთი დასახელდა სწორედ და ასე შემდეგ და ასევე კარასინის განცხადება წაუკითხე მაყურებელს, ის ამბობს, რომ თბილისსა და მოსკოვს კარგად ესმით ერთმანეთის და ჩვენ წარსულშიც გვილაპარაკია წინა პერიოდში, რომ დაძრავდნენ რუსების საკითხს, როდესაც ამის დრო მოვიდოდა დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე. და ჩვენ ვხედავთ, რომ კარასინი ამბობს, რომ იდეალური იქნებოდა კარასინი, რომელიც კარგად იცნობს, ხო, ჩვენს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასე შემდეგ მთავარ ნარატივებს, რომ იდეალური იქნებოდა ახლა გადაწყვეტილიყო დიპლომატიური ურთიერთობის სრული აღდგენის საკითხიო, მაგრამ არაუშავს ეს გადავდოთ მომავლისთვის და ეხლა რეალური ურთიერთობები განვავითაროთ. აი თუ შეგიძლიათ რაღაც სრული სურათის დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, რატომ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული? ეს მთლიანი პოლიტიკა ურთიერთკავშირშია, იმიტომ რომ კრემლს თავისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით არასდროს შეუცვლია, უბრალოდ ახლა არის კრიტიკული მომენტი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ სრულიად სხვა და დაჩქარებული ტემპის პოლიტიკა შეიმუშავა მოსკოვმა საქართველოსთან დაკავშირებით და სწორედ ახლა დადგა ის ჟამი, როდესაც ივანიშვილმა თავისი რეალური ფუნქცია უნდა შეასრულოს. ივანიშვილის ამოცანა და საერთოდ რუსული სპეცოპერაციის მიზანი, როდესაც ივანიშვილი მოიყვანეს ხელისუფლებაში, იყო სწორედ ის, რომ ივანიშვილს უნდა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსი შეეცვალა, ივანიშვილს უნდა საქართველო დაებრუნებინა რუსულ ორბიტაზე და ივანიშვილმა დღეს უნდა უზრუნველყოს, რომ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ევროპის საზღვრების ხელახალი დეფინირება მოხდება, საქართველო აღმოჩნდეს ამ ახალი რკინის ფარდის სწორედ რუსულ მხარეს, ეს არის მათი ამოცანა და რასაკვირველია მათი სტრატეგიულ მიზნებშია სწორედ ის, რომ ივანიშვილმა უნდა უზრუნველყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, შესაძლოა ნეიტრალიტეტის საკითხის დღის
წესრიგში დაყენება და წამოწევა, ამაზე არაერთხელ უმსჯელიათ მათ კულუარებში და არაერთხელ გაუჟღერებიათ, ამიტომ ეს როგორც ჩანს ჯერ კიდევ დღის წესრიგში არის და რასაკვირველია, ქვეყნის ამ ფორმით სრული ანექსია, ანუ დღის მდგომარეობით ივანიშვილის სახით მათ თბილისი de facto ოკუპირებული ყავთ, ამიტომ მეტად სიჩქარე არ ჭირდებათ და კიდევ უფრო მკვეთრ ნაბიჯებზე დღის მდგომარეობით არ მიდიან, თუმცა რასაკვირველია საბოლოო გეგმა ეს არის, თვითონ ფაქტი, რომ რუსმა ოლიგარქმა უნდა მართოს ქვეყანა და შეინარჩუნოს ძალაუფლება უსასრულოდ, ეს არის პირველ რიგში კრემლის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს საქართველოს დესუვერენიზაციას და რუსულ მმართველობას საქართველოს ტერიტორიაზე. დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.